არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად. ივნისის დილა იდგა. 9 საათი იწყებოდა. ჩვენთან დაფიქსირდა უცნაური ხასიათის ბუნებრივი მოვლენა. სოფელ კარელინსკში მაღლა ჰორიზონტზე ქრისტიანმა ხალხმა შენიშნა უჩვეულო ძლიერი კაშკაშა მოთეთრო მოლურჯო ფერის სხეული, რომელიც ზემოდან ქვემოთ ფრენდა 10 წუთის განმავლობაში. სხეული წარმოადგენს მილისებრი ცილინდრისებრ ფორმას. ცა უღრუბლო იყო, მხოლოდ მოშავო მომცრო ღრუბლები იყო შემჩნეული. ცხელოდა. ამიდის სიმშრალით გამოირჩეოდა. მიწასთან მიახლოების შემდეგ კაშკაშას სხეული გაიპო. წარმოიქმნა შავი კვამლი, რომელსაც მოყვა უძლიერესი სიმძლავრის კაკუნისებრი ხმა. ის მოგვაგონებდა ქვათა ცვენას, ნაგებობები ზანზარებდნენ. ამავდროულად ციდან გამოიჭრა ამოუცნობი ფორმის ცეცხლოვანი სხეული. სოფლის ყველა მაცხოვრებელი გარეთ გამოცივდა, ქალები ტიროდნენ, ხოლო უმრავლესობა მიიჩნია, რომ სამყაროს დასასრული დადგა. აი სწორედ ასე 1908 წლის ივნისის თვეში გაზეთ სიბირსკაია ჟიზნმა გამოაქვეყნა ტუნგუსკის ფენომენი ცნობილი იდუმალ მოვლენაზე პირველი სტატია. საღამოშვიდობის მოგესალმებით, თქვენ უსმენთ გადაცემა X-კოდს, რომელიც ყოველ პარასკევს გადის რადიო იმედის ეთერში და მე კი მისი წამყვანი გახლავთ მიხეილ მიმინოშვილი და როგორც მიხვდით, დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა გახლავთ იქნება სწორედ ტუნგუსკის მეტეორიტი. სწორედ არა მხოლოდ იმიტომ, რომ და რატომაც არა, იმიტომაც რომ 30 რიცხვში, ანუ 30 ივნისს შესრულდება სწორედ უკვე 106 წელი ამ მოვლენიდან. მინდა გითხრათ, რომ ტუნგუსკის მეტეორიტის სახელით არის ცნობილი ეს სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ფაქტი, ამოუცნობი საიდუმლოებით მოსილი მოვლენა, რომელიც დღემდე არის ამოუხსნელი და დღემდე არანაირი ვერსია არ არის მოძებნილი, რომელზედაც მეცნიერები შეჯერდებიან. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს სახელწოდება მხოლოდ და მხოლოდ პირობითია, რამე თუ მეტეორიტის კვალი ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი და ზოგადად ეს ფენომენი განსხვავდება სხვა მეტეორიტებისაგან თვისობრივად და ხარისხობრივად და ამაზე მეტყველებს სამეცნიერო არქივები და თანამედროვე გამოკვლევები. თუმცა დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არ არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ 30 რიცხვში მოხდა ეს მოვლენა, გავიდა 6 წელი და ბუნებრივია ტუნგუსკის მეტეორიტი მოხდებოდა გადაცემაში X-კოდი, რომელიც სწორედ ასეთ თემებზე აკეთებს აქცენტებს და სწორედ ასეთ თემებზე ამახვილებს თქვენს რადიო მსმენელებო ყურადღებას, მაგრამ საინტერესო იქნება, ვფიქრობ, თქვენთვის და ამას მინდა ხაზი გაუსვა, რომ ბევრი ვერსია არსებობს და ჩვენ ერთ-ერთ ვერსიაზე გავამახვილებთ დღეს ყურადღებას, ვერსიაზე, რომლის თანახმად ის, რაც მოხდა ტუნგუსკაში 1908 წელს, იყო არა რაღაც ისეთი ანომალური მოვლენა, არა რაღაც უცხო პლანეტელთა შემოსევა და მათი ხომალდების კატასტროფის რაღაცნაირად ფიქსაცია, არამედ ეს იყო ცნობილი უდიდესი გენიოსი, შეიძლება ითქვას, კაცობრიობის საუკუნის მოვლენის ნიკოლა ტესლას ექსპერიმენტის შედეგი. ნუ მოდით თანდათანობით მივყვეთ მოვლენას, ჩვენ სხვადასხვა მაშინდელი მსოფლიო პრესაში გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები და თვითმხილველთა გადმოცემები საფუძველს გვაძლევენ რაღაცნაირად წარმოდგენა ვიქონია თუ რა მოხდა ტუნგუსკაში. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ არ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას იმ ვერსიებზე, რომელიც მრავლად არის გამოთქმული, თუმცა მათაც შევეხებით, მაგრამ სანამ ჩვენ ცენტრალურ თემას, ანუ ცენტრალურ თემა გახავთ ტუნგუსკა და ვერსია, რომლის თანახმად ტუნგუსკის მეტეორიტი გამოწვეული იყო ცნობილი გენიოსი, შეიძლება ითქვას, ზეადამიანის ნიკოლა ტესლას მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებსა და ამ ტუნგუსკის მეტეორიტის შორის, კატასტროფას შორის არის უდიდესი კავშირი და ჩვენ ამ ვერსიის განხილვას შევეცდებით, რამე თუ პირადად მე როდესაც აი ამ ვერსიას ვიხილავდით და გადაცემას ვამზადებდი, რატომღაც ძალიან ბევრი ფაქტია იმის დამადასტურებული, რომ შესაძლოა ეს ერთი შეხედვით მიუღებელი, ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ფაქტი მივიჩნიოთ სინამდვილედ. ნუ მიყვეთ კვლავ, რომ წარმოდგენა ვიქონეთ თუ რაზეა ზოგადად საუბარი, კვლავ მიყვეთ, აი გითხარით კიდეც, რომ გაზეთები და თვითმხილველთა ცნობები, რომელიც მაშინდელ გაზეთებში დაფიქსირდა, გვაძლევს საშუალებას წარმოვიდგინოთ თუ რეალურად წარმოვიდგინოთ, მაშინ კამერები ბუნებრივი არ იყო და არ დაფიქსირდებოდა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევიქნოთ სურათი აი ამ
ამონარიდებიდან. დაახლოებით 7 საათზე ადგილობრივი დროით ცენტრალური ციმბირის ტერიტორიაზე ეს ტრანსციმბირული მაგისტრალის ჩრდილოეთი მხარე გახლავთ, ჩამოიქრელა უზარმაზარმა კოსმოსურმა სხეულმა. ამ ფრენასთან ახლდა უძლიერესი ხმოვანი ფონი და საოცარი ილუმინაცია, რომელიც დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში ფიქსირდებოდა და ამაზე ჩვენ შევარდეთ მსოფლიო თითქმის ყველა კუთხეში იყო აი ამ დროს დაფიქსირებული ციალი. ეს ცალ-ცალკე დააფიქსირა ყველამ, თუმცა შემდგომ მოხდა მათი დაკავშირება. ამ სხეულის ფორმა აღწერენ იყო მომრგვალო სფეროსებრი ან ცილინდრისფერი, თუმცა ახლა სწორი არ იყო რაღაც მსგავსი ან ცილინდრისფერი ან მომრგვალო იყო. ფერი იყო ხან წითელი, ხან ყვითელი და ხან თეთრი, ან ამ სამივე ფერის ნაჯერი. ადგილობრივი დროით 7 საათსა და 14 წუთზე, ანუ გარკვეულ 15 წუთის შემდეგ ეს ცეცხლოვანი სხეულის ეს მოგზაურობა სივრცეში დასრულდა აფეთქებით. აფეთქების სიმძლავრე განისაზღვრა 50 მეგატონით. ეს მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად შეესატყვისება უძლიერეს წყალბადის ბომბის ენერგიას. აფეთქების ძალა, როგორც შემდგომ მეცნიერებმა გაარკვიეს, უტოლდებოდა დაახლოებით 1000 ჰიროსიმას, თუმცა რაც ყველაზე გასაკვირია, ობიექტის კვალი ვერსად ვერ აღმოაჩინეს და ამიტომ გითხარით კიდეც, რომ მეტეორიტი სახელი არის პირობითი. ამ საკითხთან დაკავშირებით კამათი დღესაც გრძელდება, თუმცა ფაქტი ერთია, რომ იყო კოლოსალური ძალის აფეთქება, რომელსაც დაახლოებით 80 მილიონი ხე გაანადგურა, კონუსებურა რაღაც კი არ გაანადგურა, 80 მილიონი ხე გაანადგურა და რამდენიმე მილიონი ხე, აი თქვენ გექნება საშუალება შემდგომ, როდესაც შევძანებით რადიო იმედის Facebook-ის გვერდზე და ნახავთ უკვე ეთერში გასული გადაცემის დასურათებულ ვერსიას, თქვენ ნახავთ აი როგორ წააქცია აი ამ დარტყმამ, ამ აფეთქებამ ეს ხეები. შედეგად მიწა ზანზარებდა, როგორც უკვე ჩვენ მოვისმინეთ იმ ამონარიდიდან, იმ გაზეთის სტატიიდან, რომელიც ამ ფაქტზე პირველი სტატიიდან, ამ ფაქტზე იყო, ამ ფაქტის გაშუქება, ეს ფაქტი გააშუქა, მიწას ამ აფეთქებას მოყვა, მიწა ზანზარებდაო, 100 კილომეტრზე ემსხვრეოდა ფანჯრის მინები, იქცეოდნენ ძროხები, ცხენები, ფრინველები, ეს ჯგუფურად, პანიკურად ფრენდნენ, ხოლო ადამიანთა უმრავლესობა მიიჩნია, რომ როგორც გითხარით, როგორც ჩვენ უკვე მოვისმინეთ, იყო სამყაროს დასასრული დადგაო. აფეთქება იმდენად გრანდიოზული იყო, რომ ტაიგაში არსებული ძლიერი ხეების ნაწილი, როგორც კი ამას შემდგომში ტუნგუსკის მოვლენის პირველი მკვლევარი კულიკოვი აღწერდა, ლედწამივით იყო გადახრილი და თქვენ როგორც გითხარით, ამის საშუალება გექნება დაინახოთ, ან შეგიძლია შევძანდეთ ახლავე, თუ გაქვთ კომპიუტერი ხელთ და ნახოთ აი ტუნგუსკის ფოტოები, რომელიც კულიკოვმა დააფიქსირა და რომელიც მაშინ აი იმ პერიოდის ფოტოგრაფებმა ძველ ფოტოებით იმ პერიოდის სურათების კი არის შემორჩენილი. დადგენილია, რომ აფეთქება დაფიქსირდა ჰაერში სხვადასხვა ცნობებით 5-15 კილომეტრის სიმაღლეზე და ციური სხეულის ნაკვალებზე დარჩა ძლიერი მტვრისებრი კვალი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ჩანდა. მოვლენის ადგილიდან 1000 კილომეტრამდე მანძილზე ისმოდა აფეთქების ხმა. ეს აფეთქება, როდესაც დასრულდა, ეს ხმა მაინც ეკოსავით გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ობიექტი უკვე არ ჩანდა სივრცეში, აღნიშნული იყო მიწისძვრის მსგავსი მოვლენები, წარმოქმნილმა ჰაერის ტალღამ ბევრ ადგილას წააქცია ადამიანები და შინაური ცხოველები, როგორც გითხარით, ხანძარი განვითარდა, ხანძარი არ ვითარდება, ხანძარი წარმოიქმნება, ხანძარი გაჩნდა ბევრ ადგილას, ზანზარებდნენ სახლის კარები, ჭურჭელი ვარდებოდა თაროებიდან სახლის კედლებზე, აი სურათები, ხატები, მოკლედ ხალხი იყო პანიკაში, ვინც აი არა მხოლოდ იქ, არამედ იმ ახლო ტერიტორიაზე გითხარით, ეს ტრანსციმბირული მაგისტრალი ჩრდილოეთი მხარეა. დაფეთქების შედეგად სხვადასხვა წარმოიქმნა სეისმიური ტალღები, რომელიც მაშინდელი, მაშინ არ იყო ესეთი მძლავრი ქსელი სეისმიური კვლევის ლაბორატორიისა, თუმცა მაშინ არსებულმა სეისმიურმა აი ამ ინსტიტუტებმა თუ რაღაც დაწესებულებებმა რა ერქვა მაშინ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ დაფიქსირდა სეისმიური ტალღა ტაშკენტში, თბილისში და ასევე იენის ობსერვატორიაში. და აფეთქების შემდეგ დაიწყო ასევე გეომაგნიტური შტორმი, რომელიც დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა და ესეც არის დაფიქსირებული. დადგენილია, რომ მოვლენების განვითარებამდე, ამას მინდა ხაზი გაუსვათ, მოვლენების განვითარება და სანამ ტუნგუსკის მეტეორიტის ეს ფენომენი და ეს კატასტროფა მოხდებოდა, 3 დღით ადრე დაწყებული 1908 წლის 27 ივნისიდან ევროპის, რუსეთის ევროპული ნაწილისა და ციმბირის ტერიტორიაზე შეინიშნება უცნაური ატმოსფერული მოვლენები. ამას მინდა ხაზი გაუსვათ, რამე თუ იმ ვერსიას, რომელსაც ჩვენ დღეს ვაჟღერებთ, მას აი ამას კავშირი აქვს და ერთგვარ შეიძლება
ფონი შექმნას იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ. ეს იყო ვერცხლისფერი ღრუბლები, ბინდი და სხვა. აი რაც არის ბრიტანელი ასტრონომი უილიამ ფრედერიკ დენინგი, რომელიც აი მოვლენებს აღწერს იმ პერიოდზე მაგ ლაპარაკი და რა თანამედროვე მკვლევარზე. 30 ივნისს ღამით ბრისტოლის თავზე არსებულიცა იმდენად ნათელი იყო, რომ ვარსკვლავები აღარც კი გულო გამეპარა, რომ ვარსკვლავები აღარც კი ჩადდნენ და რომ ცის ჩრდილოეთი ნაწილის მოწითალო შეფერილობა ცის ჩრდილოეთ ნაწილს ჰქონდა მოწითალო შეფერილობა, ხოლო აღმოსავლეთურს მომწვანო. და კიდევ გეტყვით, რომ ევროპულ ნაწილში, აი მთლიანად მთელს ევროპაში, აი ამ დღეებში, რაზედაც ჩვენ საუბრობთ, როდესაც მოხდა 2 დღით ადრე და შემდგომ ტუნგუსკის კატასტროფის დროს, მთელი ევროპა იყო განათებული, ანუ ფაქტობრივად, როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, აი როგორც პეტერბურგში არის ბელინოჩის სახელი, ანუ ესეთი თეთრი ღამეების სახელი ცნობილი მოვლენა, რომელსაც თითქმის ყოველ წელიწადს აფიქსირებენ იქ მაცხოვრებლები და იქ ჩასული სტუმრები და მეც მინახავს და საოცარია ეს განათებული ღამე, ნათელი ღამე და დაახლოებით აი ესეთი ჩრდილოეთისიერი და ესეთი ნათელი ღამეების რაღაც დღეები დაუდგა მთელ ევროპას. ხალხი გაოცებული იყო, რომ საშუალება ჰქონდა დავუშვათ ეკითხათ ჟურნალი, გაზეთები ღამით და არ გამოიყენებინათ განათება. მთელი მსოფლიო, აი ცალ-ცალკე, შეიძლება ითქვას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, აი ამ მოვლენის დაფიქსირებას ახდენდნენ, მაგრამ ეს გაერთიანება, ზოგადად გაცნობიერება იმისა, თუ რა მოხდა, ერთიანი განზოგადება იმისა, რომ ეს ყველაფერი ერთად უკავშირდება, ერთმანეთს უკავშირდება ტუნგუსკაში, რაც მოხდა, ის ნათება, ის რაც იყო ტუნგუსკის მოვლენამდე, ის რაც შემდგომ გაგრძელდა ტუნგუსკის მოვლენის შემდეგ, ეს გეოანომალიური მოვლენები მხედველობაში, ეს მხოლოდ შემდეგ უკვე მე-19 საუკუნის 20-იან წლებში მოხდა მათი განზოგადება და მიხვდნენ, რომ ის რაზედაც წერდნენ დავუშვათ ევროპელები, ის რაც მოხდა ტუნგუსკაში, ყველაფერი ერთი კვალია და ყველაფერი შეიძლება ითქვას ერთი ანომალური მოვლენა. პირველი დასკვნა საინტერესოა ეს ალბათ, პირველი დასკვნა ბუნებრივია და აი ეხლაც რატომაც მას სამეცნიერო ლიტერატურაში როგორც გითხარით მიიჩნევენ, რომ ეს იყო ტუნგუსკის მეტეორიტი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არანაირი მეტეორიტის კვალი აქ არ იყო და არანაირი მეტეორიტზე ზოგადად საუბარი არ არის და ეს ამაში უკვე ნამდვილად დარწმუნდნენ ის მკვლევარები, ის კულიკოვი ძალიან ამაზე დღეს ჩვენ არ შევაჩერებთ ყურადღებას, მაგრამ ის უდიდესი ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება აი ამ ტუნგუსკის მეტეორიტის კვლევას მოანდომა, უდიდესი ტანჯვა, უდიდესი ვაება, ძალიან აი ეს NKVD-სთან ბრძოლა, რეპრესიები გამოიარა ამ ადამიანმა, რომ მიეგნო კვალისთვის და ბევრი რამ შეძინა ზოგადად აი ამ საკითხის კვლევას, წიგნიც კი გამოუშვა არაჩვეულებრივი და ჯილდოც მიიღო, თუმცა შემდგომ მიუახლოვდა კიდეც რაღაცა საინტერესო მასალას მიაგნო, საინტერესო მასალას გულისხმობ აი ადგილობრივ მაცხოვრებლებთან საუბრის შემდეგ და ზოგადად აი რაღაცა გეოლოგიური აი კომეტისთვის და აი ზოგადად აი მეტეორიტისთვის დამახასიათებელი თითქოს რაღაცა ნიშნების მიაკვлия, თუმცა ზოგადად მაინც ეს კულიკოვი შემდგომ ომი დაიწყო და რაღაც არავის არ ეცალა უკვე აი ამ ექსპედიციის დაფინანსებას და გაგრძელებას. კულიკოვი პირველ რიგებში ჩაეწერა და პეტერბურგის აი ლენინგრადის დაცვის დროს პირველივე თვეებში ომის დაწყებისა გარდაიცვალა, მაგრამ ეს ალკე თემა მე უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ პირველი დასკვნა იყო ასეთი, რომ ჩამოვარდა მრავალტონიანი მეტეორიტი, მოსაძებნი იყო მხოლოდ ფაქტები და ამ ფაქტის მოძიებას გადაყვა კულიკოვი და შემდგომი ექსპედიციები, რომლებიც ფაქტობრივად დარწმუნებულნი იყვნენ თავიდან, რომ ეს მეტეორიტი იყო და აი მხოლოდ აი ახლახანს უკვე მაშენდელ ახლახანს არა 50-იან წლებში უკვე შეიტანეს მეცნიერება ეჭვი, როდესაც ვერანაირი კვალი ვერ იპოვეს, ვერც კრატერი ვერ იპოვეს, კრატერი ნაპოვნი იქნა რაღაცა კრატერი, თუმცა ეს არ იყო ტუნგუსკის მეტეორიტის, არამედ სულ სხვა მოვლენა იყო, იმიტომ რომ მეტეორიტები არც თუ ისეთი იშვიათი მოვლენა ციმბირის მხარეში და სწორედ იმ მომენტიდან იწყება პრობლემათა მთელი ჯაჭვი, როდესაც არ იქნა ნაპოვნი მეტეორიტი, ანუ მეცნიერები, რომლებიც აი ამ თეორიას იცავდნენ და ამ თეორიის მომხრენი იყვნენ და ყველანაირად ამტკიცებდნენ, რომ ეს სხვა არავითარ შემთხვევაში სხვა რამეზე ლაპარაკი არ შეიძლება, ეს უბრალოდ მხოლოდ მეტეორიტია და გავიდა წლები და როგორც გითხართ, მეტეორიტის კვალი, ნაკვალევი არც გეოგრაფიული, არც ქანი, არაფერი არ იქნა ნაპოვნი და ამიტომაც დაიწყო აქ
აქ უკვე პრობლემათა მთელი ჯაჭვი და ვერსიების მთელი კასკადი თუ შეიძლება ესე ითქვას. გავიდა წლები და როგორც გითხარით, ვერც ერთმა ექსპედიციამ ვერ აღმოაჩინა ვერც მეტეორიტი, ვერც მისი ნამსხვრევები. მეტეორიტული ჰიპოთეზა სულ უფრო და უფრო კარგავდა ძალას. მაშინვე იყო გამოთქმული ახალი მოსაზრება, რომ ციმბირში არა მეტეორიტი, არამედ ჩამოვარდა კომეტა. მე ნინოს მინდა ვკითხო, მაგ თუ არა დრო რომ ეხლა მოყვე. კი, მაშინ მადლობთ, ძალიან ცოტა დრო მაქვს და მე ამით დავასრულებ, შემდგომ პატარა მოდით, თუმცა პაუზა გავაკეთო. კარგით, მოდით აი ამ ვერსიებზე, რომელიც თანახმად რომ ციმბირში მეტეორიტი კი არა ჩამოვარდა კომეტა და საბოლოო ჯამში ეს ვერსიაც შემდგომ თითქოს და უფრო მყარი არგუმენტებით იყო სავსე და თითქოს და ძალიან ბევრი მეცნიერების კვლევის შედეგი იყო ის, რომ ამ არგუმენტს შეიძლება ქონოდა მყარი საფუძველი არსებობისა, თუმცა როგორც საბოლოო ჯამში ის რომ ეს კომეტა იყო, ესეც არ გამოდგა მართალი და თუ რატომ არ გამოდათ, მოდით ამას ჩვენ გავიგეთ უკვე სარეკლამო პაუზის შემდეგ, ხოლმე რეკლამის დროა ჩვენს ეთერში. დაგველოდეთ, მე ვფიქრობ, რომ თქვენ ნამდვილად ბევრი საინტერესო რამ გელი დღეს ჩვენ გადაცემაში X-კოდი, რომელიც ყოველ პარასკევს გადის ეთერში და აქვე ბარემ შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ თუ რამე წინადადება ჩვენ დღევანდელ გადაცემასთან დაკავშირებით, გასულ გადაცემასთან დაკავშირებით, ზოგადად ახალ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შეტყობინება ნომერზე 917778. SMS გზავნის ღირებულება შეადგენს თქვენი ზეპირათავად მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს, ხოლო SMS სერვის რადიო MS უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co, ასევე რა თქმა უნდა Facebook-ი არის თქვენი მეგობარი იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ საშუალება უსმინოთ ამ გადაცემას რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დაგველოდეთ, ჩვენ კვლავ განაგრძობთ საუბარს ტუნგუსკის მეტეორიტზე და იმ ვერსიაზე, რომლის თანახმად ტუნგუსკის მეტეორიტში დამნაშავე იყო უდიდესი გენიოსი ნიკოლა ტესლა. მოვარგოთ X-კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X-კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად. ტუნგუსკის მეტეორიტი და ნიკოლა ტესლა რა კავშირია ამ მოვლენასთან და უდიდეს გამოგონების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებთან? სწორედ ეს გახლავთ ჩვენი გადაცემის თემა. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ გადაცემა X-კოდს. მე კი მისი წამყვანი მიშა მიმინოშვილი გახლავართ. პირველი ვერსია, რომელიც თავიდანვე წარმოიქმნა ტუნგუსკის მეტეორიტის ვარნის შემდეგ, თუმცა როგორც გითხარით, ეს მხოლოდ პირობითია, რამე თუ არანაირი მეტეორიტი ნაპოვნი არ არის. მეორე ვერსია იქ გახლდათ კომეტა, ანუ ციმბირში არა მეტეორიტი, არამედ კომეტა ჩამოვარდა, ამბობდნენ მეცნიერები, პრაგმატიკოსი მეცნიერები, რომელთაც სხვაგვარი ახსნა არ ჰქონდათ ჯერჯერობით და როგორც ცნობილია, კომეტის ბირთვი შეადგენს წყლის ორთქლს და გაყინულ მდგომარეობაში მყოფ ზოგიერთი სხვა ნივთის ერთობას, აგრეთვე მტვრისა და ქვის მსგავსი ნივთიერების ნარევს და მიჩნეული იქნა, რომ ციმბირის ამ ადგილას სწორედ კომეტა ჩამოვარდა. კომეტის ჰიპოთეზა გამყარდა ასევე იმ გარემოებით, რომ ვარდნისას კომეტა ჰაერში ხახუნის ძალის შედეგად გადახურდა და აფეთქებაო დაახლოებით 10 კილომეტრის სიმაღლეზე. სწორედ ამის გამო მოხდა, ამბობდნენ მეცნიერები, რომელიც ამ ვერსიას ემხრობოდნენ. საუბრობთ, სწორედ ამიტომ არ დატოვა მან კვალი ხმელეთზე კრატერის სახით, როგორც გითხარით, კრატერის არც არის ნაპოვნი და არც თვითონ ნივთიერება აი ამ მეტეორიტისა და საუბრობთ, ხეების სწორედ წარმოქმნილა ჰაერის ტალღამ წააქცია, რაც შეეხება ნამსხვრევებს, ისინი ასევე საუბრობთ გაქნენ. ნუ დამეთანხმებით საკმაოდ ლოგიკური არსია, ლოგიკური განმარტება. ეს იყო იმ მომენტისთვის ყველაზე უფრო დამაჯერებელი ჰიპოთეზა, რომელიც დღესაც თქვენთვისა და ჩემთვისაც საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. თუმცა აღნიშნულ ჰიპოთეზაზეც შესაძლოა ჰიპოთეზაში შესაძლოა ვიპოვოთ ძალიან ისეთი ბევრი ნიუანსი, რომელიც საბოლოო ჯამში ვარს გვათქმევინეს მასზე. და რა არის ეს? ის რომ გაყინული ქვის მსგავსი ნაწილაკები, რომლებიც კუდიანი ვარსკვლავის, ანუ კომეტის შემადგენელი ნაწილია, ვერ ახერხებენ ატმოსფეროს სხვილი ფენების გავლას. გადახურების შემდეგ ისინი უსათუოდ სკდებიან პატარა სლეულის დასაწყისშივე, ასე რომ ტუნგუსკის მოვლენის შესახებ წარმოდგენა ისევ ჩიხში შევიდა. ნუ არც სხვა რა უნდა ივარაუდო, თუ გამოირიცხა ზოგადად ვერსია მეტეორიტის შესახებ, გამოირიცხა ვერსია კომეტის შესახებ, მაშინ რაღა უნდა ვივარაუდოთ. მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით 100-ზე მეტი თუ მეტი არა, ნუ 100 და მეტი დაუშვათ, 120 იყოს კი ბატონო, ჰიპოთეზა არსებობს მეტეორიტის აი ამ ფენომენის ასახსნელად. ნუ მეტეორიტი, კომეტა უკვე გითხარით, აფეთქების აირის ნაკადი აფეთქდა, ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო პატარა შავი ხვრელი. ნუ ახლა არსებობს თუმცა პატარა დიდი ხვრელი და პატარა შავი ხვრელი, თუმცა
არის კიდე ვერსია რომ ეს ყოფილა ვარსკვლავთ შორისო საგალაქტიკო უცხო პლანეტელების ხომალდების ავარია ან მეორენი ამბობენ არა ეს ვარსკვლავშორისი და გადაადგილების საშუალების აფეთქება კი არა ეს იყოს პლანეტაშორისი გადაადგილების საშუალება მოკლედ გითხარით რომ 100-ზე მეტი ვერსია რომლის გაშუქებას ნამდვილად არ ვაპირებდი იმიტომ რომ ეს არ იქნებოდა თქვენთვის საინტერესო რამე თუ ამის შესახებ თქვენ არაერთხელ გსმენიათ ნუ ამის შესახებ ზოგიერთი მეცნიერი თუნდაც აი შავი ხვრელის თეორიის მომხრენი საკმაოდ მრავლად არიან დღეს და ძალიან ბევრი მომხრე ყავს ამ ვერსიას თუმცა დღეს ჩვენ როგორც გითხარით თქვენს ყურადღებას და როგორც ჩვენი ანონსებიდან შეიტყვეთ თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ერთ-ერთ ვერსიაზე რომელიც ნაკლებად არის გახმაურებული და აქვე გამოგიტყდებით რომ მე უფრო მეტად აი ამ დასახელებული ვერსიებიდან რომელიც ხსნის ერთგვარად ტუნგუსკის კატასტროფას რომელიც დღემდე არ არის ამოუცნობი და დღემდე დიდი კითხვის ნიშანი რჩება მე-20 საუკუნის და ფაქტობრივად ამიტომაც მოხდა ის გადაცემაში X-კოდი მე მიმაჩნია რომ იმ ვერსიას რომელსაც დღეს ჩვენ გავაშუქებთ და გავაჟღერებთ მე ვემხრობი ამას ანუ ვერსია გახავთ იმაში რომ ყველაფერში დამნაშავე იყო უდიდესი გამომგონებელი უდიდესი გენიოსი ზე ადამიანი ნიკოლა ტესლა და მისი ექსპერიმენტები ნუ თქვენ იცით ამის შესახებ მე ახლა ჩვენ მინდა გითხრათ რომ ჩვენ ამ ადამიანს აუცილებლად დავუთმოთ ერთ გადაცემას რამეთუ მალე 10 ივნისს თუ არ ვცდებით უთერთმეში ზუსტად არ მახსოვს მისი დაბადების თარიღი მომიტეთ, მაგრამ ძალიან მალე არის და ჩვენ მის დაბადების დღესთან დაკავშირებით ამ გადაცემას თუ ახლო იქნება ჩვენი გადაცემა პარასკევი ამ დღესთან ჩვენ აუცილებლად გავაშუქებთ მას და დაუთმოთ მას პირდაპირ ჩვენ არაერთხელ დაგვითმია გადაცემის პირველივე გადაცემა მესამე თუ მეოთხე გადაცემა ჩვენ ნიკოლა ტესლას მიუძღვენით და ნამდვილად ღირს და ძალიან ბევრი საინტერესო რამ შექმნა მან და ძალიან ბევრი საინტერესო და საიდუმლო რამ და არის დაკავშირებული ამ ადამიანთან ნუ ის რომ მან 1000-მდე მეტი გამოგონება მის ესე ვთქვათ 1000-ზე მეტი გამოგონება ეკუთვნის მას სხვადასხვა სფეროში მე ძალიან სწრაფად მინდა თქვა ბევრი უამრავი რა სფერო გნებავთ რომ ამ ადამიანს არ ქონოდა მიღწევები რა სფერო გნებავთ რომ ადამიანს არ ქონოდა პირველობა ამბობენ რომ არანაირი პოპოვი და მარკონი ტესლას გამოგონილი იყო რადიოტალღები ტესლას გამოგონილი იყო არანაირი ვილჰელმ რენტგენი არ ტესლას გამოგონილი იყო ეს სხივები და ბევრი რამ რაც მან რისი დაპატენტებაც მან ვერ მოასწრო სამწუხაროდ ბევრმა სხვა მეცნიერებმა მე არ მინდა მათი ღირსება დავაკრინო მაგრამ ბევრმა სხვა მეცნიერებმა რაღაცნაირად აი ესე შეძლო რაღაცნაირად ის ხრიკებით ამ გამოგონებების მისაკუთრება და ფაქტობრივად ნიკოლა ტესლა მეორე პლანზე გადავიდა და ამიტომ ის შეიძლება ითქვას ნამდვილად არის რაღაცნაირად არაღირსეულად შეფასებული და სწორედ აი ამ ადამიანის რომელმაც ძალიან დროს კი არ გადააჭერბა დღეს აი ზე გადააჭერბა დროს ადამიანი რომელიც არანაირი ექსპერიმენტებით კი არ იღებდა იმას რასაც აკეთებდა არამედ პირდაპირ იღებდა ფურცელს და წერდა ყოველგვარი მათემატიკური გათვლების გარეშე უკვე ადგენდა სქემას რომელიც მუშაობდა ის საოცარი ის არის რომ ის სქემა მუშაობდა ის პირდაპირ ქმნიდა თავის ნახაზებს პირდაპირ ქმნიდა ფორმულებს პირდაპირ ქმნიდა აქსიომებს პირდაპირ წერდა იმას რაზედაც მეცნიერები წლების განმავლობაში თავის ლაბორატორიებში რაღაცა შეცდომების გამოსწორების შემდეგ უბრუნდებიან ესეთი ემპირიული გზით ეს ადამიანი კი თითქოს მას ჰქონდა ეს უდიდესი ცოდნა იღებდა ფურცელს და ამას ყველაფერს აქვეყნებდა ანუ მას ეს ინფორმაცია უკვე გააჩნდა ეს ძალიან საოცარი ფენომენია და როგორც გითხრათ ჩვენ მას დავბრუნდებით და ამბობენ ნუ რამდენად არის დამაჯერებელი ის ფაქტი რომ ამ ადამიანს შეეძლო გამოიწვია ტუნგუსკის ფენომენი რამდენად დამაჯერებელი არის ვერსია რომლის თანახმად სწორედ მისი ექსპერიმენტების შედგენა და მისი ექსპერიმენტები იყო მთავარი მიზეზი იმისა თუ რა მოხდა ტუნგუსკაში ამას ჩვენ უკვე მოვისმენთ გადაცემის მეორე ნაწილში ასე რომ დაგველოდეთ ამოუცნობი ამოუხსნელი დამალული შენიღბული X-კოდი რადიო იმედის ეთერში არსებობს თუ არა კავშირი ტუნგუსკის კატასტროფასა და ნიკოლა ტესლას მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებს შორის. ეს გახლავთ ჩვენი გადაცემის თემა, შეგახსენებთ რომ თქვენ უსმენთ გადაცემა X-კოდს, მე კი მისი წამყვანი მიშა მინოშვილი ვარ, კიდევ ერთხელ საღამოშიდობისა. მოკლედ გავაკეთოთ რეზუმე წინა გადაცემისა, ანუ ტუნგუსკის კატასტროფა ჩვენ მოვიხილეთ და ფაქტობრივად მივედით იმ მთავარ თემამდე, რომლის განხილვასაც ჩვენ ვაპირებთ და თუ არ ვერ მოვასწარით, რა თქმა უნდა, შემდეგ პარასკევსაც განვაგრძობთ. ტუნგუსკის
კატასტროფის სიმძლავრე 1000-ჯერ აღემატებოდა იმ ატომური ბომბის აფეთქებას, რომელიც ამერიკელებმა ჰიროსიმაში ჩამოაგდეს. ამაზე მე თქვენ მოგახსენეთ. ის თითქმის მთელი დღე გრძელდებოდა და უბრალო აფეთქებასთან ვერ გაიგივდებოდა. ბევრი საიდუმლო უკავშირდება ამ მოვლენას, რომელიც დღემდე არ არის ამოცნობილი და ამოხსნილი და ათეულობით წლების განმავლობაში მკვლევარები დღესაც აწყდებიან გარკვეულ წინააღმდეგობას ნებისმიერი ვერსიის გამოკვლევისას, ნებისმიერი ვერსიის დასაბუთებისას. აღსანიშნავია ისიც, რომ არ აღმოუჩინიათ რაიმე ობიექტის ნარჩენები, რაც ებადებს იმ ვერსიაში, რომ ეს იყო მეტეორიტი ან კომეტა. არ წარმოშობილა კრატერი ღრმული, რასაც წააწყდნენ, იყო მოცილილი ტყე და მიწაზე და გადაწოლილი ხეები. არის კიდევ ერთი უცნაურობა, ხეები მთლიანად დამწვარი იყო, არა მარტო ტანი, არამედ ყველა ნაწილი ფესვებით ჩათვლილი. უფრო სავარაუდოა, რომ მოხდა ელვის მსგავსი დიდი განმუხტვა, მცენარეებში გამოწვეული მუტაცია, ასევე იონიზებული რადიაციის და ელექტრომაგნიტური ველის უდიდესი ველის ზემოქმედების ალბათობას ადასტურებს. ეს ყველაფერი ატმოსფეროში მოხდა ძლიერ განმუხტვაზე მიგვანიშნებს და შესაძლოა თუ არა, აი ახლა უკვე გადავდივართ მთავარ თემაზე, შესაძლოა თუ არა ეს უკავშირდებოს ნიკოლა ტესლას, რომელიც ექსპერიმენტებს მსგავსი მოვლენები ყოველთვის ახლდა თან. ნუ მოდით კიდევ ერთხელ გეტყვით ჩვენ ამ ადამიანს სავარაუდოდ შემდგომ გადაცემაშიც დავბრუნდებით, რამე თუ ჩვენ დღეს ალბათ არ გვექნება ბოლომდე საშუალება იმისა, რომ ეს ძალიან საინტერესო ვერსია განვიხილოთ. ტესლა მიიჩნევდა, თქვენ ეს კარგად იცით, რომ დედამიწა არის დიდი მოცულობის კონდენსატორი, ესე მიიჩნევდა ის მაგნიტი, რომელიც ბრუნავს და ელექტრული ნაკადით ავსებს ატმოსფეროს, განსაკუთრებით კი მის ზედა ფენას იონოსფეროს. ტესლას იდეა იყო მარტივი და ამავე დროს გლობალური და ძალიან ყველაფერი მარტივი არის, ყველაფერი ნათელი არის ძალიან მარტივი და სწორი. მან გამოსაკვლევია თუ როგორ შეირჩეს ელექტროენერგია და როგორ გარდაიქმნას და გადაიგზავნოს უსადენო დედამიწის ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში. მხოლოდ ეს არის პრობლემა, რომ ზოგადად ელექტროენერგიის არსებობა პრობლემა არ არის, რამე თუ ჩვენი ეთერი პირდაპირ მარტივად რომ ვთქვა, თავად არის ენერგიის წყარო. ტესლამ თავისი იდეების რეალიზება უკვე ფაქტობრივად, მანამდე ქონდა ექსპერიმენტები და ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებდა და ამაზე დღეს ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებას არ შევაჩერებთ. 1899 წელს მან დაიწყო კოლორადო სპრინგსის მთიან რეგიონში თავისი უძლიერესი ლაბორატორიის და თავისი უძლიერესი კოშკის აგება და ეს ადგილი ზოგადად ცნობილი იყო ძლიერი ჭექაქუხილითა და ზოგადად ეს გეომაგნიტური ქარიშხლის დიდი მასშტაბით და ცოტა ხანში ტესლას თქმით მან უფრო მეტი იცოდა ელექტროენერგიაზე ვიდრე თავად ღმერთმა. ეს მისი ნათქვამია, ცოტა კრეხელური სიტყვებია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად თუ დაუკვირდებით მის ექსპერიმენტებს, ფაქტობრივად ის მართავდა მელვას, ის ქმნიდა მელვას და ფაქტობრივად იყო ჩვენი საუკუნის ერთგვარი ზევსი, თუ შეიძლება ესეთი შედარებას მოვახდინოთ. შემდეგი ნაბიჯი მის იყო ელექტროენერგიის დიდ მანძილზე უსადენოდ გადაცემის პრაქტიკაში განხორციელება. ამისთვის მან ააგო, როგორც გითხარით, სპეციალური ლაბორატორია. მან აღმოაჩინა, რომ მაღალი ძაბვის ელექტროენერგია შეეძლო მას მიწის მეშვეობით გადაგვეცა ენერგია, რამე თუ მიწა უკვე წარმოადგენდა თავად არაჩვეულებრივ გამტარს სადედებისა და რადიოტალღების გარეშე. ექსპერიმენტი იყო ძალიან ამბიციური და მეთანხმებით და ძალიან საშიში, თუმცა ის ამას აკეთებდა. ტესლას მიერ ხელოვნურად შექმნილ ელვის სიგრძე 40 მეტრს და ზოგჯერ კილომეტრებსაც კი აღწევდა და ხმა ათეულობით კილომეტრების მოშორებით ადგილებშიც კი ისმოდა და მთელი ხალხი იყო შეწუხებული მისი ექსპერიმენტები და ამიტომ დეტალურად აგიწერეთ მე თქვენ რაც მოხდა ტუნგუსკაში და ახლა ასევე დეტალურად საუბრობ ტესლას ექსპერიმენტებზე, რომ მოხდეს ერთგვარი მსგავსება და შემდგომ უკვე გავარკვიოთ თუ რა თქმა უნდა დავგრძელდა დღეს თუ არა და შემდეგ გადაცემაში ვისაუბროთ კიდევ ამაზე, თუ რამდენად არის ვერსია მართალი და რამდენად შეიძლება ეს ვერსია მივიჩნიოთ სიმართლეს, რომ ტესლას ექსპერიმენტმა შესაძლოა გამოიწვია ის რაც მოხდა ტუნგუსკაში 1908 წელს და ფაქტობრივად მისი ექსპერიმენტები და ეს ტუნგუსკის მოვლენა ერთმანეთს ემთხვევა. 1901 წელს ბიზნესმენი ჯონ მორგანი აფინანსებს მესნიერს რადიოკომუნიკაციის კოშკის ასაგებად, რომლის მეშვეობითაც ისტორიაში პირველი სიგნალი ატლანტიკის ოკეანიდან მეორე სანაპიროზე უნდა გადაცემულიყო. ეს იყო მისი მიზანი, თუმცა ტესლას აბსურდულად სხვა გეგმები ჰქონდა. ის ფაქტობრივად უკვე საუბრობდა დღევანდელი თუ შეიძლება ის თქვას ცოტა პრიმიტიულად ვამბობ, მაგრამ ფაქტობრივად ინტერნეტის პროტოტიპზე საუბრობდა და
დარწმუნებული იყო რომ იმისთვის რათა მიეღო ელექტროენერგია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას სრულიად საკმარისია მიწაში აი ქინძის თავის ჩარჯობა და პატარა მოწყობილობის გააქტიურება და ამით უკვე ფაქტობრივად შენ მიიღებ უფასო ენერგიას ნუ თავისი სისტემის მეშვეობით ისაპირებდა მოიყვანა წვიმა უდაბნოში გაინათებინათ საღამით საზღვაო რეისების დროს გადაეგზავნა ენერგია ავტომობილებსა და თვითმფრინავებში იქ სადაც არ არის წვიმა იქ იქნებოდა წვიმა იქ სადაც არ არის საჭირო წვიმა იქ არ იქნებოდა წვიმა და ნუ რაღაცნაირად ის საერთოდ უნდა და აი რაღაცნაირად აი ამ ენერგიის დახმარებით შეექმნა არათუ ქვეყნებს შორის გადაადგილების საშუალება, არამედ აი პლანეტას შორისი გადაადგილების საშუალება. რაოდენად ზღაპრულიც არ უნდა გეჩვენებოდათ ახლა მისი ეს ნაზრები, მაგრამ დამეთანხმებით და დღეს მისი ნახაზები და ის რაც ხდება დღეს წინსვლა მეცნიერებაში, ტექნიკაში, გეოფიზიკაში, ასტრონომიაში, ნებისმიერი სფერო გნებავთ, აი რაც გნებავთ ნებისმიერ სფეროში, წინსვლა სწორედ მას უკვე ქონდა ეს ყველაფერი აღწერილი და შეიძლება ითქვას ტესლას ეს ყველაფერი უკვე წინ და წინ ქონდა გამოგონებული და წინაცინ ქონდა გამოთვლილი, უბრალოდ მას არ დასწავდა, რამე თუ ნუ ბევრი რაღაცნაირად შეიძლება შეგნებულად, შეიძლება შეუგნებლად, შეიძლება უბრალოდ იმიტომ რომ ვერ გაუგეს, რაღაცნაირად მისი ეს ყველაფერი, ყველა პროექტი შეჩერდა. ნუ ასეთი პროექტი გაცილებით როგორც ჩანს მე თანხებს მოითხოვდა მორგანმა მე შემდგომ უკვე რაღაც უკვე დაინახა ამაში დიდი პერსპექტივა და თვითონ ამ უცნაურ ტესლას განმარტებაში რაღაც უცნაურობა დაინახა ამასობაში მარკონის გამოჩნდა თავისი რადიოსადგური და შემდგომ მან ეს დაფინანსება შეწყვიტა, მაგრამ 1903 წლის ზაფხულში ლონგ-აილენდის კოშკის ირგვლივ მოსახლეობა ნიუ-იორკის მოსახლეობა საგონებელში იყო ჩაგდებული. შენობიდან რამდენიმე მიმართულებით 100 კილომეტრზე გადაიჭიმებოდა ხოლმე გიგანტური ხელოვნური ელვა. ატლანტის ოკეანის თავზეც იმდენად ნათდებოდა რომ გაზეთების წაკითხვა თავისუფლად შეეძლო ადამიანებს. აი ეს არ არის ზღაპარი, ნამდვილად არის აღწერილი იმ გაზეთებში, რომელიც მაშინ გამოდიოდა. აი მაგალითად გაზეთი The Sun წერდა გუშინ ღამეს ჩვენ გავხდით უჩვეულო ფენომენის მოწმენი, უზარმაზარი ელვა, რომელიც ტესლას შემოქმედება გახლდათ, ნუ არ უყვარდა ტესლა, იმიტომ რომ ეშინოდათ მისი ატმოსფეროს ფენები თითქოს იწვოდნენ და დიდი ტერიტორია ისეთი განათებული იყო, რომ ღამე დღედ იქცა. მიაქციეთ ყურადღება ზუსტად ისეთივე რამ განმეორდა ტუნგუსკის ეპიზოდის დროს კვლავ განვაგრძობთ ციტირებას გაზეთიდან The Sun ჰაერიაევსო კაშკაშა ელექტროენერგიით რომელიც გადაეცემოდა ადამიანებს და იქ მყოფნი უჩვეულო მოლურჯო ალს ასხივებდნენ ერთმანეთს ისე უყურებდით როგორც მოჩვენებებს. ნუ ტესლას ფაქტობრივად ის მან მიაღწია თავის საწარდელს უკვე იწყებოდა მისი რაღაცნაირად აი ფაქტობრივად აღზევების პერიოდი მან ხმამაღლა თქვა რომ ჩემი გადამცემის მიერ შექმნილი ტალღები იქნება პლანეტის ყველაზე მასშტაბური სტიქიური მოვლენა. ნუ აი ესეთი რამ თქვა ბრძანა მან და ფაქტობრივად ის ატარებდა ფაქტობრივად მისი ექსპერიმენტი ქრონოლოგიურად გნებავთ ხასიათის მახასიათებლებით თავისი აი ამ ფუნქციონალური დახასიათებიდაც კი გავს იმას რაც მოხდა ტუნგუსკაში, თუმცა ოფიციალურად ამის მტკიცება რთულია, რადგან საბუთის თანახმად ტესლას ამ დროს უკვე შეწყვეტილი ჰქონდა დაფინანსება და 1903 წელს ოფიციალურად ვარდენ კლიფის აი ეს კოშკიდან ეს აპარატურა უკვე გატანილი იყო და გაყიდული, თუმცა არსებობს სხვა დოკუმენტები, რომლის თანახმად ვარდენ კლიფში და ლონგ-აილენდში განლაგებულ აი მის ტესლას ლაბორატორიაში ის კვლავ განაგრძობდა თავის ექსპერიმენტებს და ამაზე უკვე ჩვენ ვისაუბრებთ გადაცემის ბოლო ნაწილში. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად. მე-20 საუკუნის დასაწყისში ლონგ-აილენდზე ნიუ-იორკიდან 60 კილომეტრის ჩრდილოეთით ჩნდება ლაბორატორია და უზარმაზარი კოშკი, რომელსაც დაარქვეს ვარდენ კლიფი, სადაც მე-20 საუკუნის და მე-19 საუკუნის მიწურულის უდიდესი, ჩვენი ეპოქის უდიდესი და ზოგადად ჩვენი კაცობრიობის უდიდესი გენიოსი ნიკოლა ტესლა აწარმოებდა ფანტასტიკურ ექსპერიმენტებს და ფაქტობრივად საგონებელში აღდედა მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებს, განსაკუთრებით ნიუ-იორკის მოსახლეობას თავისი გიგანტური და ძალიან ძლიერი და ძალიან შორს მავალი ელვის წარმოქმნით. და ფაქტობრივად ჩვენ საღამოშიდობისა მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენ ტესლასა და ტუნგუსკის ექსპერიმენტის უბრალოდ ტესლას ექსპერიმენტებსა და ტუნგუსკაში მომხდარი ანომალიის და კატასტროფის შეჯერებით ვართ დაკავებული მთელი საღამო და რაღაცნაირად ვიხილავთ ვერსიას, რომლის თანახმად ძალიან საინტერესო ვერსია, რომლის თანახმად აი ის რაც მოხდა ტუნგუსკაში დამნაშავე იყო ნიკოლა ტესლა და მისი დამნაშავე არა, უბრალოდ ნიკოლა ტესლას ექსპერიმენტის შედეგი გახლდათ.
ფაქტობრივად. ფაქტობრივად ქრონოლოგიურად როგორც გითხარი თავისი მახასიათებლები ძალიან ემთხვევა ის რასაც აკეთებდა ტესლა ფაქტობრივად განმეორდა ჩვენ ამას კიდევ ერთხელ განმეორდა ტუნგუსკაში, მაგრამ ოფიციალურად 1903 წელს ვარდენკლიფის ეს კოშკი და ზოგადად ეს ლაბორატორია იყო დახურული, თუმცა არსებობს სხვა მონაცემები და მოდით ეს ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი. 1907 წლიდან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნიკოლა ტესლა ხელახლა უბრუნდება ექსპერიმენტებს, ეს არაერთი დოკუმენტაციით არის დადასტურებული. თავისი საკუთარი რესურსებით ამბობენ, რომ მან ტესლამ მოწყობილობა დაამონტაჟა და განაგრძო თავისი კვლევა, უბრალოდ თავისი ექსპერიმენტები, სადგურის მშენებლობა უნდა დავასრულა, უნდა გადავდგა ის ნაბიჯი, რომელიც კაცობრიობის მთელ ცხოვრებას შეცვლის სასიკეთო წერდა ნიკოლა ტესლა. სწორედ აი ამ პერიოდის ხელნაწერებია დადასტურებული 1907-8 წლებია და არსებობს დოკუმენტები, რომელთა მიხედვით 1907 წელს მეცნიერმა კომპანია Westinghouse-ისგან ასევე მიიღო დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და ფულადის სახსრები, რომელიც 1912 წლამდე იყო მის განკარგულებაში, თუმცა რა თქმა უნდა ის ამ სახსრებს დიდხანს არ დაიტოვებდა, რამე თუ ის მისი ყველა ფული მიდიოდა მის ამ საოცარ და თამამ ექსპერიმენტებში. 1908 წელს ტესლას კითხეს, როდის დაასრულა დაასრულებს ის ექსპერიმენტებს ლონგ-აილენდზე, რადგანაც მან განაცხადა, რომ ისინი არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა დემონტაჟი, რომ მისი ლაბორატორია ისევ იქაა და ექსპერიმენტები კვლავინდებურად გრძელდება. ვიმეორებ, ეს არის 1908 წელი, სწორედ ის წელი, როდესაც მოხდა ტუნგუსკაში აფეთქება. და ფაქტები მიგვანიშნებენ იმაზე, რომ 1908 წელს ტესლა და მისი კოშკი სრული დატვირთვით მუშაობენ, ამ ფაქტობრივად ფუნქციონირებას განაგრძობენ და ის რასაც ის ატარებდა იქ ეს ყველაფერი გრძელდება. უფრო მეტი შემორჩენილი ასევე სასამართლო ჩანაწერები, სადაც აღწერილია, რომ ტესლამ როგორც ბრალმდებელმა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ 1915 წელსაც ტუნგუსკის მოვლენიდან 7 წლის შემდეგ არის ლაპარაკი, ვარდენკლიფი სრულ წესრიგში, ანუ ეს ლაბორატორია მისი წესრიგში იყო და არაჩვეულებრივად ფუნქციონირებდა და სრული დატვირთვით მუშაობდა. ასე რომ ის როცა ტუნგუსკაში კატასტროფა მოხდა, სავარაუდოდ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ამის დადასტურებული ფაქტები არ არსებობს, თუმცა არსებობს ეს უკვე შემდგომ ნაპოვნი იმ მკვლევარების მიერ მოძიებული ფაქტებია, რომლებიც ადასტურებენ, რომ ტესლასა და ტუნგუსკას შორის, ტესლას ექსპერიმენტებსა და ტუნგუსკაში მოხდა კატასტროფა შორის არის კავშირი, თუმცა სავარაუდოდ ჩვენ გავეცით პასუხს იმას კითხვას, ანუ შესაძლებელი იყო თუ არა ატარებდა თუ არა ტუნგუსკის კატასტროფის დროს პარალელურად ტესლა ექსპერიმენტებს კი ატარებდა. მაშასე კითხვა მეორე, თუ ასეა, მაშინ იბადება კითხვა, ქონდა თუ არა მას შესაბამისი სიმძლავრე იმისა, რომ დაუშვათ ვარდენკლიფში, თქვენ გეოგრაფიულად მე ნახავთ, ჩვენ დავდებთ სურათს, თუ რაოდენ აი ერთ განეცზე არის და ეს გრძივზე არის ეს ყველაფერი, თუმცა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, დავსვათ კითხვა და შევეცადოთ მასზე პასუხის გაცემა. ქონდა თუ არა მას შესაბამისი სიმძლავრე, რათა აი იქ შექმნილი ესეთი ენერგეტიკული ველი და შეიძლება ითქვას ეს დავარქოთ ელვა თუ რა მოვლენა, ეს ყველაფერი გაიგზავნა დაუშვათ აი ესეთი შორ მანძილზე ვარდენკლიფიდან, ანუ ლონგ-აილენდიდან ტუნგუსკაში. უფრო სავარაუდო რომ ამაზე დადებითი პასუხი გავცეთ, რამე თუ გადამცემის თავზე აი კოშკის გადამცემის თამზე კონდენსატორს ჰქონდა საშუალება გამოემუშავებინა 10,000 ამპერი ძალის ელექტროდენი, რომლის ძაბვაც აღწევდა დაახლოებით 100 მილიონ ვოლტს სიმძლავრე. ეხლა ნუ არ გაგიკვირდეთ, სიმძლავრე კი 1 ტერავატს, ანუ ტერავატის გახლავთ 1 ტრილიონი ვატი. წარმოიდგინეთ, დღეს ძალიან საბოლოო ჩვენი აი მიღწევა ტექნიკისა არის მხოლოდ 1 მილიონი კილოვატის გამომუშავება და ამასაც ძლივს ახრეხებენ და ამაზე მთელი ამბები იყო და ამასობაში მაშინ როდესაც 1000-ჯერ მეტი გამოიმუშავა ნიკოლა ტესლამ და ეს ფაქტობრივად არის დოკუმენტურად დადასტურებული 1 ტერავატის სიმძლავრე. წარმოიდგინეთ, ანუ 1 ტრილიონი ვატის სიმძლავრის ელექტროენერგიას ამუშავებდა. დავსვათ კიდევ ერთი შეკითხვა, შეიძლება თუ არა ტესლას გადაეცა ამ რაოდენობის ენერგია დაუშვათ ტუნგუსკის რაიონში. ანუ გითხარით კიდეც რომ მისი მთავარი ამოცანა იყო, მისი მთავარი კრედო შეიძლება ითქვას მეცნიერული იყო აი ელექტროენერგიის გადაცემა უსადენოდ შორს მანძილზე და სწორედ ფაქტობრივად ძალიან ახლოს იყო თავის ექსპერიმენტის დასასრულთან და თავის ამ ამოცანის შესრულებასთან, თუმცა შემდგომ მოხდა რაღაცა რამაც მან ხელი შეუშალა, მაგრამ როგორც ირკვევა, მან კვლავინდებურად განაგრძო ექსპერიმენტები
და ეს ყველაფერი ტუნგუსკის კატასტროფით დასრულდა, შეიძლება ითქვას, თუ ამ ვერსიას დაუჯერებთ, რასაც ჩვენ ვიხილავთ. მოდი დავსვათ შეკითხვა, პროფესორი, შეკითხვა გასმული, შეეძლო თუ არა ტესლას გადაეცა ამ რაოდენობის ენერგია ტუნგუსკის რეგიონში. ეს ვერსია ერთი შეხედვით ნამდვილად ჩანს ძალიან ღიმინის მონგრევად, სასაცილო და არა მეცნიერულად, მაგრამ ღრმა გამოკვლევის შედეგად ეს უკვე ღიმილი ჩვენ მოგვეხსნება. ტუნგუსკის კატასტროფამდე 2 თვით ადრე 1908 წლის მაისში ევროპასა და რუსეთის თავზე მე თქვენ ამაზე მოგახსენეთ კიდეც, რომ რამდენიმე თვით ადრე ეს სინათლის დიდი ნაკადები ჩნდებოდა დაახლოებით ისეთივე, რომლითაც შეწუხებული იყო ნიუ-იორკის მოსახლეობა იმ პერიოდში, როდესაც ტესლა ოფიციალურად ატარებდა თავის ექსპერიმენტს. ღამეები ისე ნათდებოდა როგორც პოლარული დღის პერიოდში. მოვლენამდე 3 დღით ადრე ნათება უჩვეულოდ გაიზარდა და გითხარით კიდეც, რომ არაერთ ევროპულ გაზეთებში ეს დაფიქსირდა. რამდენიმე თვისინ კი მოწითალო მანათობული ბურთები ჩნდებოდა რუსეთის საზზე, ბალტიისპირეთიდან ურალამდე. შესაძლოა ეს ვორდენკლიფის ექსპერიმენტის გამოძახილი გახდა სავსებით დასაშვებია, რამე თუ ანალოგიური რამ ხდებოდა სწორედ ნიუ-იორკის თავზე, ანალოგიური რამის მონსტრენი იყვნენ ნიუ-იორკისა და ზოგადად აი იმ შტატების მოსახლეობა, ისეთივე რაც ევროპაში ხდებოდა. ნიკოლა ტესლას ყველაზე ახლოს მივიდა სფერული ელვის საიდუმლოს ახსნას და თქვენი იცით ეს სფერული ელვა რა არის, ზოგადად ელვა რა არის და სფერული ეს ბურთისებრი ელვა, რომელიც ძალიან სპეციფიურია, დღემდე არ არის მისი ეს როგორ ჩდება ალბათ ფიზიკურად მისი განმარტება შესაძლებელია, თუმცა ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ ჩდება ეს, თუმცა სავარაუდო რომ ტესლა ძალიან ახლოს მივიდა კი არა, მან ფაქტობრივად ლაბორატორიაში ბევრი სურათი არსებობს იმისა, მან შექმნა თავის ლაბორატორიაში ედგარი პატარა მოდელი ამ სფერული ელვისა და ბევრი სურათია გინახავთ, ეს ცნობილი სურათია, სადაც მას ეს სფერული ელვა მის ხელშვა ესეთი მრგვალი ბურთის სახით ეს სფერული ელვა და მის ამოძრავეს მას როგორც სურს. და ასეთი წარმატებით განებურებულმა ტესლამ ფაქტობრივად მას თავის თავს უკვე კითხა და ეს ხმამაღლა დასვა აუდიტორიის წინაშე. შეიძლება თუ არა ეს ეფექტი განმეორებულიყო სივრცეში და უფრო ფართო მასშტაბით. ანუ მან თუ შექმნა ეს ლაბორატორიაში, შეიძლება თუ არა მე დავუშვათ ეს ელვა, ესეთი სფერული ელვა წარმოქმნა კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას, კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში და ეს რა თქმა უნდა არ იყო ეს მხოლოდ ეს საბრძოლო და მილიტარისტული კუთხით გამოყენებაზე. დღეს ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებთ, რამით როგორც გითხარით, ჩვენ ტესლას აუცილებლად დავუთმოთ, თუ ეს თქვენი ნება იქნება შემდგომ გადაცემას. ანუ სფერული ელვის ჰიპოთეზა ყოველთვის იყო აქტიურად განიხილებოდა ტუნგუსკის მოვლენის ფენომენის შესწავლის დროს. ანუ მე გითხარით, რომ ეს ფაქტობრივად ამით იხსნებოდა ყველაფერი. ანუ ის არ იყო მეტეორიტი, როგორც გითხარით და ამაში უკვე დღემდე ყავს ამ ვერსიას მომხრე და დღემდე რატომაც ტუნგუსკის მეტეორიტად მოიხსენებენ და ძალიან ინტერნეტში და ყველა ძალიან ბევრ წიგნში საუბარია მეტეორიტზე და კომეტაზე, თუმცა არც კომეტად, არც მეტეორიტი ნაპოვნიერი და უფრო სავარაუდო რომ ეს უფრო ედგარი სფერული ელვა და სწორედ ის ნაწილობრივ პასუხობს კითხვებს უჩვეულო ობიექტის ნათებაზე თუ ვენდობით ადგილობრივ გლეხებს, რომლებიც თვითმხილველნი იყვნენ ამ მოვლენისა, რომლებიც ყვებოდნენ ეს ობიექტი რამდენიმე მიმართულებით მოძრაობდა, რაც გამორიცხავს მეტეორიტის ვერსიას, რადგან მეტეორიტის მანევრირება ესეთი არ ახასიათებს. კიდევ ერთი საკითხია პლაზმა, რომელსაც მძლავრი სფერული ელვები წარმოქმნიან. შესაძლოა ტესლას ექსპერიმენტები ის სასხლეტი იყო, რომელებმაც გამოათავისუფლეს უზარმაზარი რაოდენობის ბუნებრივი ენერგია და სხვადასხვა საერთოდ უახლოვდებით ნელ-ნელა ფინალს, უბრალოდ რამე თუ სათქმელი ბევრია და არ ვიჩქაროთ რამე თუ ჩვენ თუ მეორე გადაცემას კვლავ ტესლას მიუღუნ ამასაც ბუნებრივია შევეხებით. მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გეოფიზიკოსები, რომლებიც აი ამ მაგნიტურ ანომალიებს სწავლობდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ იონოსფეროსა და დედამიწას შორის არის გარკვეული ბუნები ძლიერი ნაკადები, რომლებიც მაგნიტურ ველს ქმნიან რგოლის ფორმით და ვორდენკლიფის კოშკის გენერატორი ტესლამ ნამდვილად შექმნა დიდი სიმძლავრის განუხდა, რომელიც შემდგომ სავარაუდოდ გადაიგზავნა პოტკამისკაია ტუნგუსკაში. და ბოლოს კიდევ აი საინტერესო ფაქტი, რომელიც ნამდვილად უდაოდ აი ამ ჩვენ ვერსიას ერთგვარად ხაზს უსვამს, მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდა, გაირკვა დოკუმენტურად დასაბუთებულია, რომ 1908 წლის
პირველ ნახევარში ტესლამ რამდენჯერმე შეუკვეთა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკას ცენტრალური ციმბირის დეტალური რუქა. ისმის კითხვა, ბუნებრივი, რატომ? შესაძლოა მისი მიზანი იყო შედარებით მცირე მოსახლეობის მქონე ტერიტორია ეპოვნა ეს ტუნგუსკის მხარე სწორედ ძალიან მცირე დასახლებული ფაქტობრივად დაუსახლებელი რაიონი და მხოლოდ მეჯოგეები და ეს ჩუქჩა მეჯოგეები რომლებიც თავის ირმებს დაარბეინებდნენ მხოლოდ ეს ხალხი იყო დარჩენილი დანარჩენები ეს ძალიან მოშორებით იყო ტაიგაში მოხდა და ფაქტობრივად მან იპოვა კიდეც ეს ადგილი რომელიც ძალიან ახლოს იყო და გრძედი და განედი ძალიან ემთხვეოდა და ფაქტობრივად მისი ტალღის გადაცემისთვის საკმაოდ კარგ რადიუსზე იყო განლაგებული და იპოვა კიდეც ის ადგილი სადაც ის გადაგზავნიდა თავის აი ამ ელვას. დღესდღეობით შეიძლება ითქვას რომ ტესლას ჰქონდა მოტივიც და შესაძლებლობაც ყოფილიყო ტუნგუსკის კატასტროფის მიზეზი. მეტნაკლებად ჩვენ ეს თემა გავიარეთ, მეტნაკლებად ჩვენ ამ თემას შევეხეთ, თუმცა აქვე გეტყვით ეს არ იყო უბრალოდ ტუნგუსკაც და ტესლაც. ტესლა იუბილარია ძალიან მალე მისი დაბადების დღე არის თუ ვთქვი 10 თუ 11 რიცხვში ივლისში და ასევე 30 ივნისს კი მოხდა ტუნგუსკის კატასტროფა. რაღაცნაირად ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში და ჩვენს შევეცადეთ ამასთან და ეს ყველაფერი დაგვეკავშირდებინა მით უმეტეს რომ ტუნგუსკის ვერსია, ტუნგუსკის კატასტროფის ეს ვერსია რომელიც ჩვენ დღეს განვიხილებთ სამეცნიერო წელებში ნაკლებად განიხილება და ჩვენ კი ეს თქვენთვის ალბათ საინტერესო იქნებოდა და ალბათ დღევანდელი ჩვენთან გატარებული დრო თქვენთვის ალბათ უინტერესოდ არ ჩაიარა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის. არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად.